ადამიანთა უმეტესობას გონია, რომ ღრუბელი უბრალოდ ორთქლია. თუმცა საშუალო ზომის ღრუბელი დაახლოებით 500.000 კილოგრამ წყალს იტევს. ეს არის დაახლოებით 100 სპილოს წონა. ალბათ არ გეგონა ღრუბელი ასე მძიმე თუ იქნებოდა. ახლა კი შეიძლება გაგიჩნდა კითხვა: თუ ღრუბელი ასე მძიმეა, დედამიწის მიზიდულობის კანონის გამო ქვემოთ რატომ არ ვარდება და თავზე რატომ არ გვეცემა? კარგი კითხვაა. საქმე ის არის, რომ ღრუბლის მთელი ეს წონა გადანაწილებულია მილიარდობით მიკროსკოპულ წვეთად. ეს წვეთები იმდენად პატარა ზომისაა, რომ დედამიწიდან ამავალი თბილი ჰაერის ნაკადი მათ ცაში აჩერებს. თუმცა არის ასეთი ფაქტორი, როგორც კი ტემპერატურა იცვლება, ან წვიმის წვეთები ერთმანეთს ეჯახებიან და მძიმდებიან, ღრუბელი აღწევს თავის კრიტიკულ წერტილს. ამ მომენტში ჰაერის წინააღმდეგობის ბერკეტი ტყდება და მთელი ეს დაგროვილი ენერგია წვიმად გარდაიქმნება. ღრუბელი უბრალოდ ვეღარ იტევს იმაზე მეტს, რისი აწევის რესურსიც მის ქვემოთ არსებულ ჰაერის ნაკადს აქვს. კომენტარებში დაწერე, ღრუბელი ძალიან მძიმე ყოფილა და აბა დროებით.